ჩემო ძვირფასო გოგონებო, ყველას მოგესალმებით აბსოლუტურად. დღეს გაშლას აუცილებლად გაგიკეთებთ. ჩვენს ძილის პირულს გავაკეთებთ დღეს, ჩვენს საღამოს პირულს, მაგრამ სანამ ამ გაშლას დავიწყებდე, მინდა რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავაზიარო. ჩემთვის ძალიან სამწუხარო ინფორმაცია და სხვათა შორის ამ ინფორმაციამ აი 2 დღეა გული მოსვენებას არ მაქვს და დაკარგული მაქვს მოსვენება. ადრე რამოდენიმე გოგო მომწერა და მკითხა რომ თამო ეს გვერდი შენია და ვეუბნებოდი რომ არა, ჩემი არ არის. ჩემო ძვირფასებო, ძალიან ბევრი fake გვერდი არის შექმნილი. აწერია ტაროს სამყარო, წაღებულია ჩემი ვიდეოები, ატვირთულია ჩემი ვიდეოები, ხალხი იწერს ამ არხებს, ფოლოვერები იყავს. ეს ადამიანები თვითონვეც იწერენ სხვა ადამიანებს და სავარაუდოდ იქ მესიჯი რამოდენიმე გოგო მითხრა რომ მესიჯიც მოგწერა და შემოგთავაზა მომსახურეობებიო. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ძალიან ფრთხილად იყავით. მე მაქვს მხოლოდ 2 საკონტაქტო ასე ვთქვათ პროფილი. ერთი არის ჩემი TikTok-ი, მეორეა ჩემი YouTube-ი. TikTok-ზე მე მყავს 17,000 გამომწერი. გოგოებო, თუ რომელიმე TikTok გვერდზე ნახავთ ჩემ ვიდეოებს და ხედავთ რომ გამომწერები არ არის 17,000, ეს ჩემი არხი არ არის. საკონტაქტო ინფორმაცია მე ყველას TikTok-ზე ვწერ, როცა მწერენ ხოლმე. მე ჩემით არავის არ ვწერ და არაფერს არ ვთავაზობ. გოგოებო, არასოდეს არაფერს არ ვთავაზობ მე. მე როცა მომმართავს ადამიანი TikTok-ზე, ვეუბნები ყველას რომ დამიკავშირდით WhatsApp-ზე. მე TikTok-ზე არავის არ ვუშლი, არავის არ ვარიცხინებ არაფერს. ძალიან ფრთხილად იყავით. მე მაქვს საკონტაქტო ინფორმაცია WhatsApp-ზე მხოლოდ 595006002 ან Facebook-ზე ქართული ასოებით უნდა აკრიფოთ ტაროს სამყარო თურქეთი და შავ-თეთრი ფოტო მიყენია. იქაც 1000 რაღაცა გამომწერი მაქვს. ამას დააკვირდით აუცილებლად, იმიტომ რომ მე ჩემ TikTok-ზე ავტვირთე ის სკრინები, სადაც ეს ხალხი ამ ჩემ ვიდეოებს აზიარებს და რომ მივწერე რომ რატო აზიარებ, მეთქი პასუხი გამწე რომ მეო ჩემი ფოლოვერების მომატება მინდა და სრული უფლება მაქვს შენი ვიდეოები ავიღო, იმიტომ რომ არავის არ აქვს უფლება ჩემი ვიდეოები აიღოს, თორსა მე ვარ ავტორი და ეს არის ჩემი საკუთრება. მაგრამ ასეთი რაღაცები ხდება, ამიტომ დააკვირდით რა არხი გწერთ, ან ვის წერთ, სად ისმენთ ჩემ ვიდეოს. TikTok-ზე მე ვარ ტაროს სამყარო თურქეთი და მე მყავს 17,000 გამომწერი. ასევე YouTube-ზე ტაროს სამყარო თურქეთი და 9,000 რაღაცა გამომწერი ყავს. პატარა გამომწერიანი არხები, ან თუ ვინმე გიკავშირდებათ, ეს მე არ ვარ გოგოებო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყოს იქ ვიდეო ატვირთული. მე არ ვარ ეს. ეხა ამ ჩემ TikTok-ზე იქ არის გაზიარებული, აი ნახეთ თვითონ სკრინი იმ არხის, სადაც ადამიანს ყავს 30 გამომწერი, აწერია ტაროს სამყარო, მაგრამ ეს მე არა ვარ გოგოებო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, WhatsApp-ზე 595006002 მე ვმუშაობ, ვშლი, ვარიცხინებ მხოლოდ TikTok-ზე. ასევე ჩემი ბანკის ანგარიში არის ოფიციალურად დარეგისტრირებული. თავდება 514-ზე. სხვაგან სადმე ჩარიცხვა, ვინმემ თუ გთხოვათ, მოგმართათ რომ მე ვშლი და ასე შემდეგ, ეს მე არ ვარ გოგოებო. არანაირად მე არ ვარ ეს. გაიგეთ? ჩემი ანგარიში მთავრდება 514-ზე, საბანკო ანგარიში მაქვს საქართველოს ბანკი. და როგორც გითხარით, მხოლოდ WhatsApp-ზე ვმუშაობ 595006002 ან Facebook-ზე ქართული ასოებით აკრიფეთ ტაროს სამყარო თურქეთი და იქ მომწერეთ. მე ყველანაირ პასუხისმგებლობას ვიხსნი მსგავს ხათაბალაში და მსგავს fake-ში და scam-ში თუ ვინმე გაებემება, იმიტომ რომ ჩემი ვიდეოები დაშლიგინოს მთელი TikTok-ის, ესე იგი არემარეზე, ესე იგი ხალხს მოუნდა ეხა ჩემი ხმით და ასე შემდეგ გაბედნიერება და გამდიდრება. ასე რომ გოგოებო, ძალიან ფრთხილად იყავით. ზუსტად ვიცი რომ ამ ვიდეოს ეხლა გადააზიარებს ის ადამიანი, გადააზიარებს კი რა, გადატვირთავს, ჩამოტვირთავს და ატვირთავს იმ მეორე არხზეც, მაგრამ ვიმეორებ, ფრთხილად იყავით. შესაძლებელია თქვენ ეხლა ხართ scam არხზე. შეამოწმეთ 17,000 გამომწერი თუ აქვს ამ ვიდეოს, ანუ ჩემ არხს. თუ არა, ესე იგი სკამი არის და შეგიძლიათ დაარეპორტოთ. თურმე შეუძლია ჩემი ვიდეოების აღება ჩემი ნებართვის გარეშე და გამოშტრიკინება და ჩატვირთვა თავის არხზე. ნუ რასასწაულია თან ჩემი ფოტოთი იქ, პახოდუ. მაგრამ
სამყარო ძალიან კანონიერია ჩემო ძვირფასებო, მე ჩემი ძალების მჯერა და მე სამყაროს ძალების მჯერა და ასეთი ადამიანებს კარგი არაფერი არ ემართებათ. მე ხელის განძრევას არ ვაპირებ, მე ზუსტად ვიცი რომ ჩემ დრაკონებს და ჩემს ანგელოზებს მივმართე უკვე და ვიცი რომ ასეთ ადამიანებს კაი დღე არ ადგებათ ხოლმე და შეუძლიათ გააგრძელონ ამ სკამების გაკეთება. თქვენ ძალიან ფრთხილად იყავით ჩემო ძვირფასებო, არავის არაფერი არ დაურიცხოთ. გარდა იმისა, თუ იმენა მე არ შემომეხმიანეთ და ვოისი აუცილებლად, ვოისი გამოაგზავნინეთ ადამიანს, რომ ნახოთ ნამდვილად მე ვარ თუ არა და აგერ WhatsApp-ი მაქვს, გეუბნებით და ნურავის ნუ დაუჯერებ TikTok-ზე, მომწერეთ მე WhatsApp-ზე 595006002. მოდი დავიწყოთ, ეხა იმედია გასაგება და ავხსენი ატვირთულიც მაქვს სკრინი, აი ამ სკამერი ასე ვთქვა ადამიანის, რომელიც აზიარებს ჩემ ვიდეოს, კი აზიარებს და ატვირთავს, გადაზიერება რა არის? პრობლემა არ არის გადაზიერების, მაგრამ როცა ჩამოტვირთული გაქვს და ახალ არხს აკეთებ და ჩემ ვიდეოებს დებ, ფაქტია რომ ადამიანს რაღაც არაკანონიერი ჩანაფიქრი აქვს და ამიტომ მე პასუხისგებლობას ვიხსნი, აგერ 7 წუთი არის ვხსნი ამასთან დაკავშირებით, ასე რომ იმედი მაქვს რომ მიხვდები. ნახოთ, როგორ არის ახლა თქვენი ვასილი, თქვენი პარტნიორი. თქვენი პარტნიორი ახლა იყურება შორეულ მომავალში და იძახის რა გავაკეთო, ბედის ბორბალი როგორ დავატრიალო, რაც ჩემია როგორ შევინარჩუნო, მიჯაჭულობა აქვს თქვენზე გოგოებო, ცუდად გრძნობს თავს. თქვენთან უნდა ისევ საერთო თანაცხოვრება, საერთო სიხარული, საერთო დროის ტარება, სექსუალური და ინტიმური კავშირები, მიჯაჭულობა აქვს ძალიან ინტიმური და შესაბამისად ამ კაცს ძალიან უჭირს თქვენს გარეშე. აი ახლაც ამ წუთასაც გეგმავს როგორ გამოჩნდეს თქვენთან, როგორ გადმოდგას ნაბიჯი, რა სახით დაგეკონტაქტოთ და საერთოდ რა გააკეთოს ამ საკითხებთან დაკავშირებით. თქვენზე კონკრეტულად რას ფიქრობს? აი ამ ქალზე, ჩემი სტაბილური ქალი, რომელთანაც ახლა არ ვარ დიდი ხანია, ქალი, რომელთანაც მაქვს სტაბილურად ტრანსფორმაცია, გული მტკივა, აგრესია, ეჭვიანობა მაქვს, ქალი, რომელიც მაბანძებს, ქალი, რომელმაც დამანახა და სარკეში ჩამახედა და სახე ამახია, ქალი, რომელმაც მითხრა, რომ შენი წინააღმდეგობები კი არა, მე ახლა ისე წინააღმდეგობებს შეგიქმნი, რომ აი საერთოდ გონზე ვერ მოხვალ, კაცი ფიქრობს, რომ თქვენ ჩააგდეთ ეს ადამიანი სტაგნაციაში, აი აბსოლუტურ სტაგნაციაში. სხვათა შორის გოგოებო, აქვე გეტყვით კიდევ ერთ რაღაცას, რომ მე ჩემ TikTok-ის გვერდზე ატვირთული მაქვს ჩემი WhatsApp-ის ნომერიც და ჩემი Messenger-ის Facebook-ზე როგორ გამოიყურება და კონკრეტულად რა ქვია. ასე რომ აი ამ ორ ადგილას დამიკავშირდით მხოლოდ TikTok-ზე ან 17,000 გამომწერი უნდა მქონდეს და ეგ ვარ მე რეალურად სხვა ყველაფერი მე არ ვარ და არის სკამი, ან WhatsApp-ზე და Facebook-ზე უნდა მომმართოთ. აუცილებლად კიდე ვიმეორებ, ამას ყოველ ვიდეოში ვიტყვი, იმიტომ რომ აი შეუძლებელია აი ასეთი რაღაცის პროსტა გადატანა. ესე იგი, გავიგეთ, ხო? ხო. თან სხვათა შორის მივწერე და უთხარი რატოდებ ჩემ ვიდეოს მივთხარი რა ხალხს ფულს ძალავ თუ რას აკეთებ მეთქი და სად დაინახეთ რომ ფულს უძალავ ვინმეს უბრალოდ ჩემი ფოლოვერების გაზრდა მინდა უნებართვის გარეშე და ფაქტია რომ ადამიანი რაღაცებს მაიმუნობს იქ აშკარად აბა რატო დადებს ჩემ ვიდეოებს ხო მოდით ვნახოთ აბა რას გრძნობს თქვენთან მიმართებაში რეალურად უყვარხართ ამას აქვს თქვენს მიმართ გრძნობა ამას უნდა თქვენსკენ ნაბიჯები ამას უნდა ამ კრიზისებიდან გამოსვლა და ამ ლაბირინთიდან გამოსვლა აპროსტა სამწუხარო რეალობაა რომ ეს ადამიანი არჩევანს ვერ აკეთებს და შესაბამისად რახან არჩევანს ვერ აკეთებს გოგოებო აი ამიტომ არის გაშეშებულ მდგომარეობაში მე ხლა არ ვაპირებდი დღეს დანაონსებას თუ როგორ თქვა ანონსის გაკეთებას, მაგრამ ჩემთან ახალი პროდუქტი შემოდის გოგოებო, აურის და ფიზიკური სხეულის, აი ფიზიკური სხეულის აურის გამწმენდი სპეციალური რიტუალი, რომელიც ტარდება მოროკოული შავი საპნის მეშვეობით, რომლითაც შეგიძლიათ, გაიწმინდოთ აბსოლუტურად თელის თქვენი აურა, სხეული და ჩაკრებიც და ეს მექნება მხოლოდ და მხოლოდ 15 ლარად, გოგოებო, აი წარმოიდგინეთ 15 ლარად თავის რიტუალთან ერთად გამოგეგზავნებათ.
ამ რიტუალს ჩაატარებთ ვანაში კეთდება გოგოებო, მარილის აი ამ მოროკოული შავი პასტის დახმარებით და პლუს კიდე გარკვეული სახის ლოცვა იქნება წასაკითხი. დამიჯერეთ აი ამ ერთხელ გაკეთების შემდგომ, ეს მოროკოული პასტა გეყოფათ კარგახანი, მაგრამ ერთხელ გაკეთების შემდგომ სასწაულს იმსუბუქეს იგრძნობს და ზუსტად ვიცით, ჩემი ძალიან მადლიერი იქნებით და ეს ყველაფერი ღირს მხოლოდ 15 ლარი. ვისაც გნებავთ აუცილებლად დამიკავშირდით, რომ აგიხსნათ რა როგორ კეთდება და გაგატანოთ. ჩამოტანილი მაქვს ხა ვაპაკოვკებ, ვაკეთებ სპეციალურ, იქ შელოცვები კეთდება და ასე შემდეგ სანამ გამოგეგზავნებათ, მეც ვიღებ ამაში მონაწილეობას და მე უკვე შეგვიძლია რომ გამოგიგზავნოთ, ასე რომ შეგიძლიათ ამითაც ჩაიტეროთ წმენდები, დამიჯერეთ 15 ლარი კი არა. 15,000-იც ღირს ესეთი რაღაცეები, იმდენად კაი შეგრძნება გექნებათ და იმდენად გაითავისუფლებთ ფიზიკურ სხეულს. ეხლა ნაბიჯები აქვს თქვენსკენ, ცალსახად ამ ადამიანს გრძნობები აქვს, მოსვლა უნდა და მოვა კიდევაც, აი რაღაც სიტუაციიდან გამოვა და მოვა, მაგრამ იცით რა შეგრძნება მაქვს, ასე მგონია რომ აი ვიღაცა ქალს უნდა გამოექცეს, იმენა უნდა გამოექცეს, რომ თქვენამდე მოვიდეს და აი თქვენაირი ქურუმი ქალი რო გააბრაზა, იმიტომ არის ესეთი ჩაბნელებული გოგოებო და იმიტომაც არის ესეთი ჩაბნელებული. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, თქვენ აი უბრალოდ არანაირად არა გაქვთ სანერვიულო აქ ამ კაცს, იმიტომ რომ ეს კაცი არასწორად მოიქცა ჩემო გოგონებო და ეს ასეც არის. ეს ეხა მოლოდინის რეჟიმშია რომ თქვენ გამოჩნდებით, თქვენ ამასთან შანსი არ არის რომ გამოჩნდეთ, თქვენ სტაბილურობას, თქვენ რესურსებს, თქვენს ქარიზმას და ვიღაცა იმენა ფულზეა ორიენტირებული, აი ფული გამოიმუშავოს, რესურსი გამოიმუშავოს, შესაბამისად გოგოებო, ამასთან თქვენ არ გამოჩნდებით და რახან თქვენ არ გამოჩნდებით, ეს თვითონ გადმოდგავს ნაბიჯს. აბა ვნახოთ ახლა საერთო მომავალი. მაიმე, ამას ეშინია, თქვენ გეშინიათ კრიზისები, გაბომჟებები, ვითომ დავასტაბილურებთ, მაგრამ ვერ ვასტაბილურებთ, კრიზისები იქნება, ბლოკები იქნება, დეპრესიები იქნება, მაგრამ თუ ამ ყველაფერს გადავიტანთ და გადავალთ იმპერატორში, ანუ წარსულის პროექტირებები რაც იყო, აი წარსულში რაც გქონდათ, ის აქ ვეღარ გაგრძელდება, გამორიცხული თემაა. შესაბამისად, წარსულის პროექტებიდან გამოსვლა თუ მოხდება, თქვენი მხრიდან აი ყურების გამოფხეკვა, თვალების ფართოდ გახელა თუ მოხდება, აუცილებლად ახალი ეტაპი დაიწყება, სულ სხვანაირი. იქ სადაც ეს კაცი ემოციურიც იქნება, სტაბილურიც იქნება, პასუხისმგებლობის აღებაც შეიძლება საკუთარ თავზე და შეიძლება თქვენთან აი ბალანსირებული ურთიერთობა. თუ ეს ყველაფერი გაზრდა არ მოხდა ამ ადამიანის ჩემო ძვირფასებო, მაშინ ეს ყველაფერი არ მოხდება და ეს ურთიერთობაში შერიგება არ იქნება. ანუ ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს. ეხლა აქ ვიცი ძალიან ბევრი გოგო იკითხავს, აი თამო, აი ეს წმენდის რიტუალი შეიძლება თუ არა 15 ლარიანი მამაკაცსაც გავუკეთოთ, შეგიძლიათ. მამაკაცი, რომელიც თქვენთან ერთად მიიღებს შხაპს, შეგიძლიათ გავუკეთოთ და ისიც შეგიძლიათ უთხრათ, რომ პატარა სპა დღე გინდათ რომ მოუწყოთ და დამიჯერეთ თლიან ნეგატივს, რაც სხეულზე არის, თლიანად აშორებს, აი ეს რიტუალი. ასე რომ თქვენ თვითონაც შეგიძლიათ აიღოთ და თქვენი პარტნიორისთვისაც მხოლოდ 15 ლარი ღირს ხალხო და 100 გრამი გეგზავნებათ, იქ თავისი მომზადების წესია უნდა გაიხსნას ის წყალში, ყველაფერს აგიხსნით და ამ რიტუალს ჩაატარებთ. შედეგებზე თვითონ ველაპარაკეთ, მე როგორი შედეგები ექნება სასწაული. ასე რომ აქ ასეთი სიტუაცია, მე ვფიქრობ, რომ გასაგებად ავხსენი, ეხლა აუცილებლად აი ამ წუთას ავტვირთავ სკრინს და განახებთ როგორ გამოიყურება ჩემი WhatsApp-ი 595006002, როგორ გამოიყურება ჩემი Instagram-ი და როგორ გამოიყურება ჩემი რეალური TikTok-ი. სხვა დანარჩენი შეგიძლიათ დაარეპორტოთ, სხვა დანარჩენი ჩემი არ არის. TikTok-ზე მე მყავს 17,000 გამომწერი. სხვა ყველაფერი არის სკამი და პასუხისმგებლობას მე ვიხსნი. არავის არ დაელაპარაკოთ, არავის არაფერი არ ჩაურიცხოთ. კიდევ ვიმეორებ, ჩემი ანგარიში მთავრდება 514-ზე. მე სხვა ანგარიშები არ მაქვს, არავის არაფერი გადაურიცხოთ. ესენი თამოები არ არიან. მე ვარ თამო, გოგოებო. არა აქვს მნიშვნელობა სად გხვდებათ ეს ვიდეო. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ ამ ვიდეოს გავრცელებაში, გაუკეთეთ ლაიქები, გადაზიარებები და თუ სადმე შეგხვდათ მსგავსი სკამი, არხი, ჩემი ვიდეოებით და არა ჩემი 17,000 გამომწერით, გთხოვთ დაარეპორტოთ. იმედი მაქვს, რომ ყველანი გვერდში დამიდგებით, ძალიან მიყვარხართ, ძალიან მიამაყებით, აბა თქვენ ისიც გოგოებო, დროებით. ეხლა ნახეთ სკრინ. გოგოებო, ეს არის ჩემი რეალური TikTok-ი, გოგოებო.
ასე გამოიყურება 17,000 გამომწერი მყავს, ეს არის ჩემი WhatsApp-ის ნომერი და ეს არის ჩემი Messenger-ი ტარო სამყარო თურქეთი და აგერ აი ესეთი ფოტო მიყენია გოგოებო, ასე რომ აქაც 1000-ზე მეტი გამომწერია. არსად არ შეცდეთ. მსგავსი სახის აი ხა სადაც იტვირთება, არის მსგავსი სახის აი ასეთი შექმნილი, ასე ვთქვათ, არხები, სადაც ჩემი ვიდეოებია გაზიარებული. ესენი ჩემი არ არის. კიდევ ვიმეორებ, ჩემი ანგარიში მთავრდება 514-ზე, ასე რომ არ შეცდეთ გთხოვთ და პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ყველაფერს.